ჩემი აზრით ძალიან სახიფათო სიტუაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს რაც მოვისმინეთ განცხადებები, გეთანხმებით იყო რაღაცა ირიბი ზეწოლა ყველა მოთამაშეზე, რომ არ უნდა შეექმნას ტელეკომპანია იმედს და ტელეკომპანია პოზიტივის პრობლემა. მე მგონია, რომ ერთი მხრივ შეიძლება არის შანსი, მე იმედი მაქვს ეს არ მოხდება, მაგრამ არის შანსი, რომ ოთარ ბარცხალაძის кейსის განმეორება მივიღოთ ეროვნულ ბანკში. ოთარ ბარცხალაძის кейსი რომ განმეორდეს, ამ შემთხვევაში ის ბანკებიც ხომ უნდა იყვნენ ჩართული, რომელიც თავარი მოთამაშეები არიან ეს და ეს ბანკები რამდენად დათანხმდებიან, რომ ბარცხალაძის кейსში მონაწილეობა მიიღო. უბრალოდ ეს არის ბევრად უფრო რთული кейსი ზალ, რადგან საუბარი არის იურიდიულ პირზე და არა კერძო პირზე და მაშინ გვახსოვს ხო რამოდენიმე დღიანი, ესე ვთქვათ, ლუფტი შეიქმნა თავის დროზე ქართულმა ოცნებამ, რომ ასე ვთქვათ, ბანკები არ გამختარიყვნენ იძულებული დაერღვიათ ის წესები, რა წესებსაც ისინი ემორჩილებიან. მე იმედი მაქვს, რომ იმ გამოცდილებიდან ეროვნული ბანკი გამოიტანს სწორ დასკვნებს და არ ჩაერევა აქტიურად ამ პროცესში და მე ჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ კომერციული ბანკები ყველა არა მხოლოდ ბანკები, რომლებიც არიან საფონდო ბირჟაზე ლონდონის წარმოდგენილი, შესაბამისობაში იქნებიან საერთაშორისო წესებთან და ისინი არ ჩაერთვებიან ამ თამაშში. რაც შეეხება კონკრეტულ ბიზნესებს, აქ მგონია ორ კატეგორიად უნდა გავყოთ ბიზნესები. ეს არის ერთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები ან ფრენჩიზები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. მათ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად მოვა სიგნალი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული headquarter-დან, ანუ ასე ვთქვათ, ცენტრალური ოფისიდან, რომ ამ დასანქცირებულ ტელეკომპანიებთან ყოველგვარი ბიზნეს ურთიერთობა უნდა იყოს შეზღუდული და მეორე კატეგორია ეს არის ადგილობრივი ლოკალური ბიზნესები, რომელზეც ვფიქრობ ყველაზე დიდი წნეხი განხორციელდება, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა ამ ტელეკომპანიებთან. უბრალოდ ფორმა იქნება ძალიან რთული განსახორციელებელი, რადგანაც თუ ბანკებმა ასე ვთქვათ შეუზღუდეს ტელეკომპანიებს, ასე ვთქვათ, საბანკო ოპერაციების განხორციელება, რაღაცა უკან დროში ბრუნდებით, როდესაც ნაღდი ანგარიშწორებით უნდა მოხდეს პირობითად განთავსება. რეკლამას ხო ნაღდი ანგარიშწორებით ვერ მიიტან ტელევიზიაში, ხო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, უნდა გადაირიცხოს ეს თანხა. შეიძლება თანამშრომელს ნაღდი ანგარიშწორებით, ასე ვთქვათ, მისცე ეგრეთ წოდებულ ლევად ხელფასი, მაგრამ ხელშეკრულებას ხო ლევად ვერ დადებ. ხო, ანუ აი მე ეჭვი მაქვს, რომ რაღაცა მართლა შეიძლება მივიღოთ მაქსიმალური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ნაცვლად აი ამ მიღებული ბიზნეს პრაქტიკისა ხელშეკრულება, ანგარიშ ფაქტურა, ატვირთვა შემოსავლო სამსახურში, მე ბიზნესის მხრიდან თანხების გადარიცხვა, ამის ნაცვლად რაღაცა 50 წლით უკან დავბრუნდეთ, როდესაც კერძო კომპანია რაღაცა ამ ფორმით გააგრძელებს თანამშრომლობას ტელეკომპანიასთან და ნუ ძირითადად ნაღდი ფულით მოხდება ანგარიშწორება. ეს არის ჩემი აზრით ერთი სცენარი. მე ეჭვი მაქვს, რომ რამოდენიმე განსაკუთრებით დაახლოებულ კომპანიას ქართულ ოცნებასთან ექნება ამის გაკეთების მზაობა, მაგრამ აქ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც სოლიდურ სამარკეტინგულ ხარჯებს წევენ ხოლმე, მათ აყავთ უცხოელი პარტნიორები, მათ ყავთ ბანკები, რომლებიც მათ აფინანსებენ, ადგილობრივი ან საერთაშორისო ფინანსები აქვთ მოზიდული, ანუ ყველა წავა სერიოზულ რისკზე, როგორც მინიმუმ, თუ გააგრძელებს კომუნიკაციას და ბიზნეს ურთიერთობას ამ ორ ტელეკომპანიასთან. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ყველა ზომას მიიღებს ქართული ოცნება, რომ გაგრძელდეს ურთიერთობა, ვფიქრობ, კრიტიკული მაინც საბანკო სფეროა, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ყველაზე აუცილებელი. იმეც ვიტოვებ, რომ ბანკები არ წავლენ ამ თამაშში, არ ჩაერთვებიან და რატომღაც მგონია ყველაზე სავარაუდო სცენარი, რომ ქართული ოცნება რაღაცნაირად ეცდება იმედიორის შექმნას, ვიდრე ჩაყოლას ამ თამაშში, რაც გულისხმობ, ვფიქრობ, რომ შეიძლება მივიღოთ რაღაც ალტერნატიული ტელეკომპანია, რომელზეც დაიწყებს მაუწყებლობას ნულიდან
ვიდრე ჩაყვეს ამ თამაში, იმიტომ რომ ძალიან სახიფათოა ყველასთვის. გიორგი, ფაქტია, რომ ოცნება ამ გადაწყვეტილების ემზადებოდა. იცოდნენ თუ არ იცოდნენ წინასწარ რომ სანქციები დაედებოდა, ეს უცნობია, მაგრამ რომ ელოდნენ ფაქტია და მზადებაც დაიწყეს, იმიტომ რომ ორი კვირის წინ გადაფორმდა იმედი სხვა მფლობელზე, ასევე როგორც გავარკვიეთ გუშინ პოზიტივიც ასე გადაფორმებულა და მზადება იყო დაწყებული. ისიც ფაქტია, რომ რაღაც მექანიზმები ალბათ დამუშავებული ექნებათ, რაზეც თქვენ ახლაც საუბრობდი, მაგრამ რა რჩებათ სანქცირებულ კომპანიებს, რა ბერკეტები რჩებათ ოპერირებისთვის? როგორ გააგრძელოს რომ კანონის ფარგლებში დარჩნენ? კი. და თან გააგრძელონ ოპერირება. ნუ აქ ერთი თემა არის, ჩვენ რატო ვახსენე ეს ფარცხალაძის кейსი, თუ გახსოვთ, ნიუანსი იყო ის, რომ ფაქტიურად ეროვნულმა ბანკმა თქვა მაშინ თავისი გადაწყვეტილებით, რომ სანამ ქართული სასამართლო რაღაცა კანონსაწინააღმდეგოს არ დაადგენდა ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ, ის არ თვლიდა მას, ასე ვთქვათ, რაღაცა მხრივ დასასანქცირებელ ამ შესაზღუდ პიროვნებად, ხო? დაახლოებით ამას მგონი დღეს ირიბად ეს გავიგეთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც დე ფაქტო ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, მართავს, ის არ თვლის იმედს, როგორც, ასე ვთქვათ, დასანქცირებულ შესაზღუდ იურიდიულ პირს და მაქსიმალურად პირიქით შეუწყობს ხელს მის საქმიანობას. შესაბამისად, აი, დავაკვირდეთ, როგორ მოხდება ეს, მაგრამ დღეს კითხვა, ახლა შეიძლება სიმბოლურად თქვა 5 დღე, მაგრამ ამ 5 დღეში არის ჭეშმარიტება, იმიტომ რომ დრო ახლა ძალიან ცოტა აქვს ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ რაღაც დაალაგოს გარკვეული სქემები, როგორ განაგრძობს მუშაობას იმედი და პოსტები, ამიტომ ეს 5 დღე შემთხვევით არ იყო ნათქვამი, რომ რაღაც დღეების ჩამონათვალი აქვს მართლა ახლა დარჩენილი, რომ კონკრეტული სქემა შეიმუშავონ მომავალი ოპერირებისთვის. ის ფაქტი, რომ დღეს ირაკლი რუხაძე გადადგა, რომელიც სამეთვალყო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებდა მიუხედავად იმისა, რომ წილები დათმო თავისი იმეჯში. ასევე მასთან ერთად კიდევ 4 პირი წავიდა სამეთვალყო საბჭოდან. ეს რას ნიშნავს? ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა უბრალოდ, ირაკლი რუხაძე ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს, თუ გადაეფარა ამ შემთხვევაში თავის ბიზნესს, იმ ბიზნესს, რომელშიც მარტო თვითონ არ არის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც არის. ეს არის რისკების მინიმიზაცია, თუ გახსოვთ ძალ ერთ-ერთ პოდკასტზე იყო თვითონ ბატონი ირაკლი სტუმრად და ძალიან მოყვა ხო, რომ სანქცირება ეს არის ფაქტიურად ბიზნესისთვის საქმიანობის დასრულება. ხო, საერთაშორისო და ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის სანქციები გულისხმობს იმას, რომ ის ბიზნესი წესიერად ოპერირებას ვეღარ გააგრძელებს და მასთან დაკავშირებული პირები. ამიტომაც ასე ვთქვათ, მოდი ეს ვთქვათ რა, ძალიან პრაგმატული, რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო მან, როდესაც გაყიდა და შეძლო გაეყიდა წილი. ხა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამ კომპანიას ყიდულობს 2 კვირის წინ, ხო? და რა თქმა უნდა, ძალიან პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება ეხლა ყოველგვარი. მაგრამ რამდენად რეზულტატიანი იქნება ეს პრაგმატული გადაწყვეტილება? აქ საინტერესო რასაკითხიც არის, იცით, იმედის შემთხვევაში ის არის, რომ იმედს აქვს ვალდებულებები 400 მილიონზე მეტი, რომელიც აქვს დიდწილად თავის დროზე დაკავშირებულ კომპანიასთან, ანუ ისევ ბატონ ირაკლისთან დაკავშირებულ კომპანიებთან, ანუ რაღაცნაირად აი ესეც საინტერესოა ამ ხრივ რა ხდება, იმიტომ რომ იმედთან მრავალი ბმა ჰქონდა ირაკლი რუხაძეს და მის ბიზნეს პარტნიორებს და შესაბამისად ჩემი ვარაუდია, რომ ის ყოველგვარი ბმის მოშლას ცდილობს ახლა და ეს გადაწყვეტილები ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ ისიც კი ხვდება, რომ მას პირადად და მის ბიზნეს საქმიანობა შეიძლება სერიოზული საფრთხე შექმნას ყოველგვარი ბმით მის ასე ვთქვათ მტკიცებულებით ტელეკომპანია იმედთან. ირაკლი რუხაძე საკმაოდ გამოცდილი ბიზნესმენია და თან არ დაგვიწყოს რომ შეერთებული შტატების მოქალაქეა და მან ძალიან კარგად იცის სანქციების ეფექტი როგორი არის და რა ზარალი შეიძლება მიიღოს ამ ყველასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებით რა შეიძლება იყოს ის გამოსავალი დღეს ამ ტელევიზიებისთვის, რომ გარკვეულწილად შეძლონ, რომ ტელევიზია საერთოდ არ გაითიშოს. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს შეიძლება იყოს ტელევიზიების გაერთიანება, მაგრამ აი სანქციების პირობებში, რომელიც დღეს არსებობს, ეს არის მათთვის გამოსავალი? მე მგონია, რომ ისინი არიან უმძიმე სიტუაციაში რეალურად. მე მგონია, რომ აი რო ვაანალიზებ, ფიქრობ ამ საკითხზე, მგონია რომ
იმდენად პრობლემური გახდება. ანუ ზოგადად სიახლეა ხო რომ აი იურიდიული პირის დასანქცირება რას ნიშნავს? და ეს ბევრად უფრო რთული სცენარია კომპანიის გადასარჩენა. პირველი შემთხვევაა. პირველი გვაქვს, ხო? როდესაც იურიდიული პირი დასანქცირდა. ამიტომაც ფიქრობ რომ არის აბსოლუტური, ასე ვთქვათ, ეხლა იქნება რაღაცა ესეთი კრიზისული შეხვედრების გაუთავებელი კრიზისული შეხვედრები რა ხდება და მე ობიექტურად, ანუ ან მოუწევს ქართულ ოცნებას ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებზე წასვლა და მათ შორის ეროვნული ბანკის იძულება, პირდაპირ ვიტყვი რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არის ძალიან სარისკო მისთვის. ეს მძიმე გადაწყვეტილებები იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის ან მოუწევს რაღაცა ალტერნატივის მოფიქრება, ანუ დათმობა ამ ორი ტელეკომპანიის და მე უფრო ვეჭვობ, რომ ისინი დათმობენ ამ ორ ტელეკომპანიას და რაღაცა ალტერნატიულ სცენარს მოიფიქრებენ, რომელიც მესახება უფრო მარტივად განხორციელებადი, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში თუ ისევ იგივე პოლიტიკა გააგრძელა იმედი ორმა ან პოზიტივი ორმა, ეჭვი მაქვს რომ იგივე რისკებია რომ ისევ ისინიც დასანქცირდნენ. ამიტომაც არც ერთი ოპცია არ არის ოპტიმალური, მაგრამ ვფიქრობ რომ უფრო გადაწყვეტილება იქნება ამ ორი ტელეკომპანიის დათმობა. და ბოლო კითხვა მინდა არ შემიძლია ისე გაგიშვა სტუდიიდან რომ ამ ფასების კომისიებზე არ კითხოთ, იმიტომ რომ ბოლო ერთი თვეა ჩვენ უყურებთ ამ რაღაც მუდმივ კომისიებს, მუდმივ შეხვედრებს, დაბარებებს, ბიზნეს წარმომადგენლების სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას. როგორ ფიქრობთ, გიორგი, რამდენად რეალურია, რომ ქართულმა ოცნებამ ამ ყველაფრის მიუხედავად რაც აკეთებს და პრაქტიკულად იმ ზეწოლის მიუხედავად, რომელსაც ახლა ბიზნესი ახორციელებს, რომ რეალური შედეგი დავს. ერთი თვეა ჩვენ მხოლოდ 5% გაიაფული კვერცხის გარდა ვერაფერი ვერ ვნახეთ, მაგრამ როგორც ჩანს, მაისის ბოლოს ისინი ასე აქვს დაანონსებული, რომ მაისის ბოლოს კონკრეტული შედეგები იყოს. რამდენად რეალურია, რომ ასეთ პირობებში, როდესაც ბიზნესი იბარებ და ეუბნები, რომ აი გინდა თუ არა უნდა გაიაფთეს პროდუქტი, დადგეს რეალური შედეგი. ზალ დღეს იყო ძალიან საინტერესო განცხადებები, ასეთ შეფუთული, როგორც უყვარს ქართულ ოცნებას და პირველად ახსენეს რაღაცა ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, რომელმაც უნდა პრობლემა მოაგვაროს. და მე ძალიან მენიშნა ეს პირველი შეხედვით გაგებით ვერ მიხვდები რას გულისხმობენ. ჩემი აზრით აქ მიხვდა ქართული ოცნება რომ ასე ვთქვათ ვერ იპოვა ეს ჭარბი ფასნამატი ვერსად, მიხვდა რომ ყველა ბიზნესი რომელიც ჩართული არის აი იმ თამაშის წესებით თამაშობს, რა თამაშის წესებიც დადგენილია, არიან კონკურენციაში ერთმანეთთან და ამიტომაც ის ემზადება რაღაცა მკაცრი რეგულაციებისთვის, არ გამოურიცხავ ისეთი მკაცრი რომ უშუალოდ ფასდადების ან ზედა ფასის ან ფასის ჩერის განსაზღვრაც კი მოხდეს ამ პროცესში. ძალიან მენიშნა რაღაცა ინსტიტუციონალური ჩარჩო ფასწარმოქმნის უკვე ძალიან სახიფათოდ ჟღერს, ძალიან ბევრ ნიშანს ატარებდა ზოგადად ეს დისკუსია საბჭოთა წყობილებაზე მაგიუნდამეთ, ხო? ძალიან ბევრ ნიშანს ატარებდა ეს ზუსტად აი ამ საბჭოთა ფასწარმოქმნის მოდელის და ასევე თუ გახსოვთ ახსენეს ეს რაღაცა სახელმწიფო სუპერმარკეტები, რომლებმაც უნდა ითამაშონ ფასის მარეგულირებლის როლი. მე ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე სერიოზულად ფიქრობენ და ეს იქნება სერიოზული კატასტროფა სექტორისთვის, რადგანაც ამას შეიძლება კონდეს აი როგორც ქონდა საბჭოთა კავშირში ეფექტი, რომ ქაღალდზე ფასები იაფი იყო, მაგრამ პროდუქტი არ იყო ადგილზე, ან ამას მივიღებთ, მერე იქნება რაღაცა დეფიციტური პროდუქტები, მერე იქნება რაღაცა მეორადი პაზარი დეფიციტურ პროდუქტებზე და რაც უფრო ბევრს ვისმენთ რიტორიკას, ზალ, მით უფრო რჩება შთაბეჭდილება, რომ უფრო და უფრო სულელურ პირდაპირ ვიტყვი და გამოცდილება ვერ მიღებული პოზიციიდან, წარსულის გამოცდილება ვერ მიღებული პოზიციიდან ოპერირებს და ლაპარაკობს ქართული ოცნების წარმომადგენლები, ეს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს წარმოებლებს, დისტრიბუტორებს, საცალო ვაჭრობის ქსელებს და ჩემი აზრით მომხმარებელი უფრო იზარალებს ამით, ვიდრე იხეირებს.